მოდით ვილაპარაკოთ ცნობიერებაზე. ცნობიერების როლზე ჩვენს ცხოვრებაში. მე თან ისა სახლს დავალაგებ, თქვენ სადმე დამბრძანდით, შეგიძლიათ სკროლვა გააგრძელოთ. მე თან ვილაპარაკებ. ესე იგი, ცნობიერება არის ორი სახის. საკრალური და რეალისტური. რეალისტური ჯობია. იმიტომ რომ საკრალური არის ყოველთვის მარტივი. საკრალურ ცნობიერებას სჯერა რო არსებობს ჩაკრები, სჯერა რო არსებობს სული და სჯერა რო აქვს ადამიანს თავისუფალი ნება. ესეთი რაღაცები ჯერა მორწმუნეა. მორწმუნეა და თაყვანისმცემელი. თაყვანისცემა არ არის საუკეთესო ტვინის გამოყენების, ასე ვთქვათ, მეთოდი. არსებობს ბევრად უკეთესი მეთოდებიც. საკრალურ ცნობიერებაში ძალიან ბევრი რაღაცაა, რაც აბსოლუტურად გამოგონილია ადამიანის. აბსოლუტურად ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია. მაგალითად სული. ხო? ადრე ადამიანებს ეგონათ, რომ მასში არის რაღაცა ღვთაებრივი, რომელიც ამარცხებს რეალობის კანონებს. ესე იგი, ღვთაებრიობის პროვაიდერი არის ღმერთი და სული არის ღვთაებრიობის საელჩო ჩვენს შიგნით. მაგრამ ჟღერს არა, ჩვენ ყოვლის შემძლეები ვართ. ისევე როგორც ღმერთი, თუ დღეს არა ცოტა ვივარჯიშებთ, ცოტა ადიჟმანიებს გავაკეთებთ, ცოტა ვილოცებთ, ცოტა ჩაკრებით, ცოტა გავხსნით, ცოტა შევდგებით, ცოტა შევერთდებით. არაფერი ეგეთი არ მოხდება. არასოდეს ადამიანები ვერასოდეს ვერ გახდებიან ღმერთები. და არაფერი სამყაროს კანონებზე მაღლა მდგომი არ არის ადამიანში. და სულის შესახებ, ხო, მოძღვრება არსებობს მხოლოდ რელიგიურ წიგნებში. ჩაკრების შესახებაც მოძღვრება მხოლოდ რელიგიურ წიგნებში არსებობს და ჩაკრების შესახებაც ჩვენ არანაირი მტკიცებულება არ გაგვაჩნია საერთოდ. ნდობა, სული და ჩაკრები არის დამყარებული ავტორიტეტების მიმართ ნდობაზე. და ეს ავტორიტეტები კიდე იმდენად ჭკვიანები არ არიან, რომ ვენდოთ. ზოგი იტყვის, რომ თავისთვის ჭკვიანები არიან, შარლატანები არიან, ეს გურუები, მამაოები და რა ვიცი, 1000 გასხიოსნებულობას რო იბრალებს ეგეთი ადამიანი, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ესენი შარლატანები არიან, მათ მართლა სჯერათ. არ უნდა დავაბრალოთ ბოროტ განზრახვას ის, რაც გაუნათლებლობით იხსნება. და თითქმის ყველაფერი იხსნება გაუნათლებლობით და არა ბოროტი განზრახვით. გაუნათლებლობა და არა ბოროტი განზრახვა, თუმცა საშინელებაა, ტრაგედიაა. აი ესეთი საშინელებაა, როდესაც ადამიანი საკუთარი თავის თაყვანისცემაში მოექცევა ან რაღაცა სხვა თაყვანისცემაში და იხვეჭს ამდენ ძალაუფლებას. ამიტომ არის კარგი დემოკრატია. რომ თუ რაღაცა ზედმეტი მოუნდა ადამიანს, შეიძლება შემოარტყა და გააგდო თავის სკამიდან. დემოკრატია ამით ძალიან კარგია. ერთადერთი გავაგრძელოთ იმაზე, ცნობიერებაზე. ერთადერთი, რაც ჩვენ ნამდვილად გაგვაჩნია, ეს არის ემოციები. ემოციური რეაქციები.
ჩვენ ვართ რეაქცია სამყაროზე. პირველ რიგში რეაქცია ვართ. რა თქმა უნდა, გვაქვს საკუთარი გენეტიკური რაღაც განსაკუთრებულობა, რომელიც ჩვენ რეაქციებს განაპირობებს, ყველა ორიგინალურ რეაქციებს ვავლენთ, საკუთარ რეაქციებს, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ შედეგი და არა მიზეზი. ჩვენ არასოდეს არ ყოფილვართ მიზეზი და არასოდეს არ ვიქნებით მიზეზი. ჩვენ პირველ რიგში ვართ შედეგი. ჩვენ გვინდა რაღაცეები. და ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ჩვენი სურვილების ახდენის მიზეზი. ეს ძალიან კარგია. ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ იყოს მიზეზი. უნდა ცდილობდეს, კონდეს გარკვეული ზეგავლენა, ძალაუფლება, კონტროლი. მშვენიერია რაღაცა, თუ კარგად იყენებს ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი მშვენიერია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ჩვენი სურვილი, რაც გვაქვს, ეს არის შედეგი. ყველაფერი, რაც გვინდა, ეს არის იმის შედეგი, რაც ბუნებამ ჩვენში ჩადო.